დილამ შვიდობის და დღეს ჩვენ ექსპო ჯორჯიაში ვიმყოფებით, სადაც რიგით მე-17 ტურისტული გამოფენა გაიმართება. გამოფენის ფარგლებში ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალის გაიმართება. ეს პირველად ხდება საქართველოში. თუ თქვენ გინდათ რომ დაგეგმოთ თქვენი ვიკენდი საინტერესო, მაშინ შეგიძლიათ მოხვიდეთ და ექსკლუზიური ფასებიც მიიღოთ. უფრო კონკრეტულად ამ ყველაფრის შესახებ ნინო გამრეკელი მოგვიყვება დილამ შვიდობის. ნინო, რას თავაზობთ თქვენ ქართველ მომხმარებელს? აქტიური ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო პროექტი დაიგეგმა. სწორედ მათთვის, მათი мотиваციის გასაზრდელად წელს მოვიფიქრეთ ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი. ეს არის ერთგვარი სამდღიანი hot sale ტურისტული პროდუქტის. მათ დახვდებათ ერთ პავილიონში, ერთ ჭერქვეშ, თავმოყრილი ძალიან დიდი მრავალფეროვნება ტურისტული პროდუქტის, რა იგულისხმება ამაში. აქ არის ტურები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. არიან სასტუმროები, სანატორიუმები, რომელთაც პირდაპირ არის შესაძლებელი დალაპარაკება რაღაც ფასების პირობების დადგენა. არის ძალიან საინტერესო აქსესუარები, რასაც თქვა სუვენირებს ვეძახით, ეს თემაც არის წარმოდგენილი, სპორტული აღჭურვილობა და ყველაფერი ის, რაც ჩვენ გვჭირდება საინტერესო მოგზაურობის დაგეგმვისთვის. თვითონ ფესტივალის იდეა ემსახურება იმას, რომ კომპანიებმა გამოიტანეს ის პროდუქტი, რომელიც დღეს შეუძლიათ შემოგთავაზონ და ეს პროდუქტი რაც თავარია გამოიტანეს ძალიან საინტერესო ფასებად, ყველაზე დაბალ ფასად, რაც კი შესაძლებელია, მაგრამ პლუს კიდევ ეწყობა გათამაშებები, აქციები, რომლის ფარგლებში შეიძლება იღბლიანს გაუმართლოს და სულაც მოიგოს რაიმე მოგზაურობა ან სასტუმროში, ვთქვათ, უიკენდის გატარება. და რომელი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას და საქართველოს რომელი კუთხეები? საზღვარგარეთ ტურის შესაძლებლობა თუ არის, რომ დაგეგმოს ნებისმიერმა მსურველმა რაიმე ტური იაფად? ძალიან დიდი წარმომადგენლობა ქვეყნების, დაახლოებით 60 სტენდია სულ საგამოფენო და 150 კომპანია. ეგზოტიკური ქვეყნებიდან ტუროპერატორები, მაგალითად ტაილანდი, ჩინეთი, არაბეთის ემირატები, არის პოლონეთი, ბალტიისპირეთი, ეგვიპტედან ჩამოდიან კომპანიები. ამ მხრივ მე ვიტყოდი, რომ გამოფენას აქვს ორი მიმართულება, რაც უნდა აღინიშნოს. ის საინტერესოა საქმიანი დამთვალიერებლისთვის, საქმიანი დამთვალიერებელი არის ის კომპანია, რომელიც ჩართულია ტურისტულ ბიზნესში. ისინი აქ რომ მოვლენ ძალიან საინტერესო საქმიან კონტაქტებს დაამყარებენ, იმიტომ რომ აქ მონაწილეობენ ტუროპერატორები, რომელთაც აინტერესებთ ეს ბიზნეს კონტაქტები და აქ ჩამოდის ასევე ძალიან ბევრი უცხოელი საქმიანი დამთვალიერებელი, რომელიც დაინტერესებულია ერთის მხრივ საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოყვანით, მეორეს მხრივ კი ჩვენ მომხმარებელს თავაზობს დასვენებას საზღვარგარეთ. ანუ აი ამ მხრივ ბიზნეს სექტორისთვის ეს გამოფენა ძალიან საინტერესოა, დაგეგმილია ასევე matchmaking-ები, ეგრეთ წოდებული საქმიანი შეხვედრები სპეციალურად ჩამოყვანილ ტუროპერატორებს და ქართულ ტურაგენტებს შორის და რაც შეეხება არასაქმიან, არამედ ჩვეულებრივ დამთვალიერებელს, აქტიურ ტურისტებს, მათ შორის რიგით დიასახლისებსაც, რომელიც ზრუნავენ იმაზე, თუ ზაფხულში სად დაასვენონ თავისი ოჯახი, მათთვის არის ძალიან დიდი არჩევანი დაწყებული საქართველოს რეგიონებიდან. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მე სტენდები, რომელიც მთელი საქართველოა წარმოდგენილი, ყველა კურორტი და ნებისმიერი ზონა და დამთავრებული სხვადასხვა ტიპის ტურებით საზღვარგარეთ. მაშინ გადავალოთ ახლა თვალი და ვაჩვენოთ GDS დილის მაყურებლებს, როგორ გამოიყურება ის სტენდები საქართველოს ფარგლებში. ჯერჯერობით მე მგონი მცხეთა შეგხვდება ახლა პირველი. გადმოვინაცვლეთ ერთ-ერთ რეგიონალურ სტენდთან, რა ტიპის ინფორმაცია ნინო შესაძლებელი რომ მიიღოს აქ მოსულმა დამთვალიერებელმა თითოეულ რეგიონალურ სტენდთან? როგორც აღვნიშნე, გამოფენაზე წარმოდგენილია თითქმის ყველა რეგიონის სტენდი. აქ არის ძალიან დიდი გეოგრაფია, დაწყებული სვანეთი, ვთქვათ, მესტიის მუნიციპალიტეტი, რაჭა, გურია, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი, როგორც ამ შემთხვევაში თუ სხვა რეგიონები, ყველა სტენდს გამოტანილი აქვს კონკრეტულად იმ რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტი. ანუ დამთვალიერებელმა უნდა იცოდეს, რომ ამ სტენდზე შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია, როგორც მიმდინარე საინტერესო საინვესტიციო პროექტების შესახებ, ასევე
კონკრეტულად ფასები და პირობები იმ რეგიონში არსებული სასტუმროების და რაც თავარია, აი ტურის დაგეგმარებაში სწორედ ეს გვეხმარება, რომ თქვა შეგვიძლია გავიგოთ, რომ სად დავისვენოთ და იქვე რა მარშრუტით, რა საინტერესო ტურისტული მარშრუტით ვისარგებლოთ. აი ეს სწორედ ტურისტული სამსახურები ამ რეგიონების საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ გვეხმარებიან ჩვენი იმ რეგიონში დასვენების კვალიფიცირებულად და საინტერესო დაგეგმარებაში. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ხოლმე, ვთქვათ, როდესაც ვისვენებთ სიტყვაზე რაჭაში, როგორ დავგეგმოთ საინტერესოდ ჩვენი ტური. თუ არის ასევე რაიმე ნაკრძალი ან ეროვნული პარკი, რომელიც შეიძლება ჩავრთოთ ტურში და უფრო გავამრავალფეროვნოთ. რეკლამა უნდა გაუკეთოს თავის მხარემ თითოეულმა მხარის წარმომადგენელმა. დიახ, თავის მხარეს უკეთებს რეკლამას და ასევე აცნობს თავის მხარეში არსებულ ტურისტულ კომპლექსებს თუ სასტუმროებს. ამ შემთხვევაში მაგალითად ცხეთამთიანეთის სტენდზე არის 4-ვე მიმართულება, აქ არის თიანეთი, ყაზბეგი, დუშეთი და თვითონ ცხეთა და იქ არსებული ტურისტული რესურსები. მაშინ ჩვენ შეგვიძლია გადავინახოთ ახლა შემდეგ სტენდთან, სადაც უკვე სხვა მხარე იქნება წარმოდგენილი. მაყურებლებს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ აქტიური დასვენების მოყვარულებისთვისაც გამოფენას არის ძალიან საინტერესო ტურები და უფრო კონკრეტულად რომ მოუყვეთ მსურველებს ამის შესახებ. აქტიური ტურიზმის მოყვარულებისთვის მართლაც მრავალფეროვანი პროდუქტია. აქ არის კომპანიები, რომელიც გვთავაზობენ რაფტინგის, ჯომარდობის სხვადასხვა სახეობებს, ასევე ტურისტულ აღჭურვილობას, რაც საჭიროა ამ სპეციფიური მოგზაურობის დასაგეგმად. მაგრამ ამ წუთას ჩვენ ვიმყოფებით დაცული ტერიტორიების სააგენტო სტენდთან. აქ არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია თავმოყრილი. ეს არის საქართველოს ნაკრძალები და ეროვნული პარკების შესახებ ინფორმაცია. როგორც ვიცით, ბოლო პერიოდში აქ ინფრასტრუქტურა განვითარდა და მოერგო ტურისტების მიღებას. ამ ეროვნულ პარკებში არის ძალიან საინტერესო ტურისტული მარშრუტები, როგორც საფეხმავლო, საცხენოსნო და დიდი მრავალფეროვნება. შესაძლებელი არის ნებისმიერი სირთულის ტურის დაგეგმვა და საინტერესო დროის გატარება. რაც თორე გამოფენის მიზანი არის სწორედ ეს, რომ ჩვენ აქ უნდა მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია. მრავალ ჩვენთაგანი დადის, თქვათ, კახეთში დღეს პოპულარულია ღვინის ტურები. ამასაც ვნახავთ გამოფენაზე. ქართველებს განსაკუთრებით უყვართ ეს ღვინის ტური. ნამდვილად, მაგრამ აი თქვათ, კახეთში რო ჩავალთ ღვინის ტურში, ვნახავთ, თქვათ, რომელიმე ასევე ტაძარს, შეიძლება ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის, რომ ერთი დღე შეიძლება გავისეირნოთ ლაგოდეხის ნაკრძალში და არაჩვეულებრივი ტური სპეციალისტის მეშვეობით დავგეგმოთ, რომელიც გამოგყვება და გვაჩვენებს ტყეში მიკარგულ ულამაზეს ასევე ტაძრებს. აი ეს ყველა ინფორმაცია ტურებით, პირობებით, კემპინგით, იქ არის გასაჩერებელი სახლებიც. სრულად შესაძლებელია რომ მივიღოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდზე. ძალიან დიდი მადლობა ნინო, მოკლედ მაყურებლებს მოვუწოდებ რომ 11 საათიდან მოვიდნენ ექსპო ჯორჯიაში, მიიღონ ძალიან საინტერესო ინფორმაცია ნებისმიერი მარშრუტის შესახებ და ასევე ექსკლუზიური ფასებს გთავაზობს თქვენს გამოფენა, ასე რომ აუცილებლად მოდის და გაემგზავრეთ და მოინახულეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. მე გემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა ნინო, წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის.